ძვირფასო სანტა, ეს ამელკა კარამელკას გუნდია. საახალწლო ჩვენ გვინდა? გვინდა? რა გვინდა? ჰეი, ბავშვებო, აქ მოდით. რა მოხდა? ახალი წელი მალე მოდის. წერილს ვწერ. რა საჩუქრები გინდათ რომ მიიღოთ? საჩუქრები? ეგ სულელი მოხუცი. კარგ საჩუქრებს არასდროს მაძლევს. ასე საუბარი არ შეიძლება. მოიცა, ცუდ საჩუქრებს იმიტომ იღებ, რომ ცუდად იქცევი. საიდან იცის, რომ ცუდად ვიქცევი? თოვლის ბაბუს მთელ ქალაქში კამერები აქვს დაყენებული. მისი ელფები შენს ყველა მოძრაობას იწერენ. თუ ცუდი რაღაცეები უფრო მეტია ვიდრე კარგი, მაშინ საჩუქარს ნუ დაელოდები. ესე იგი საჩუქრის თხოვნას აზრი არა აქვს? კარგი. თუ ყველასგან დავწერ წერილს, მაშინ ყველა კარგ საჩუქარს მიიღებს. კარგი, მაშინ მე ახალი iPhone-ი მინდა. მე მინდა. მე ახალი თმის გასასწორებელი მინდა. კარგი, ძვირფასო თოვლის ბაბუ. ვიცი, შენ ყოველთვის კარგ საჩუქრებს გჩუქნი. ამ ახალი წლისთვის ჩვენ გვინდა iPhone-ი, თმის გასასწორებელი და ძვირადღირებული კოსმეტიკის ნაკრები გვინდა. დაამატე, რომ iPhone 16 Pro Max-ი უნდა იყოს. Dyson-ის გასასწორებელი. ეგ არის. ახლა კონვერტს მოვიტან და შეგვიძლია გავაგზავნოთ. შენთან ერთად წამოვალ. ასე რომ, ბს. შენი საუკეთესო ეცადე, მოხუცო. შარშან შენი საჩუქრები საშინელება იყო. მე არაფერი არ მომეწონა. ძალიან გთხოვ, ახლა მაინც ეცადე. თუ ამჯერადაც იმედებს გამიცრუებ, პრობლემები გექნება. ახლა კი წერილს პოსტაში გავგზავნი. იმედია მალე მივიღებთ პასუხს. იმედია მალე მივიღებთ საჩუქრებს. მართა, მომე პოპკორნი. აიღე. ისევ ყველაფერი შეჭამე? ისევ? კი, შიოდა. პოპკორნი სამისთვის იყო განკუთვნილი. შემდეგ ჯერზე მეტი იყიდეთ. რამდენიც არ უნდა ვიყიდოთ, მაინც ყველაფერს ჭამ. თოვლის ბაბუს არ უნდა შენთვის კარგი საჩუქრების მოცემა. ამჯერად კარგი საჩუქარი მექნება. პოსტა ამ დროს? მოიცა. ნეტო ვისგანაა? წერილი. თოვლის ბაბუსგან. ვა, არა და არასდროს გწეს ხოლმე თოვლის ბაბუ. ის ჩუმად აგზავნის ხოლმე საჩუქრებს. წავიკითხოთ ახლავე. გამარჯობა, ამელკა კარამელკას გუნდო. მე სანტა ვარ. წავიკითხე თქვენი წერილი და გადავწყვიტე, რომ საჩუქრებს არ მიიღებთ. რა? ვიცოდი, რომ ეს მოხუცი ძუნწი კაცი იყო. თქვენმა წერილმა მაწყენინა, ვერავინ ბედავს, რომ მითხას რა გავაკეთო და დამემუქროს. დაგემუქროს? რაზე ლაპარაკობ? არ ვიცი. ცუდი არაფერი დამიწერია. მე არაფერი არ მიქნია. მართა, შენ ქენი ეს? მართალია, მაშინვე რატომ ვერ მივხვდი? ეგრევე მე რატომ? ჩვენ შეგეძლო თოვლის ბაბუის წყენინება, ხო, მაგრამ მე არაფერი დამიშავებია. უბრალოდ რამდენიმე სიტყვა დავამატე წერილს. კარგი. ოჩახ მართა, შენ ახალი წევი ჩაგვიშალე. არ უნდა დაგეწერა მასზე ცუდი რაღაცეები. თოვლის ბაბუა კიდევ წერს აქ რაღაცას. აიკითხე. მაგრამ მე კარგი ბაბუა ვარ, ამიტომ ბოლო შანსს გაძლევთ, რომ გამოსწორდეთ. ჩემი საქმე შეასრულეთ და მერე გაპატიებთ. სია, წერილის უკანა მხარესაა. აქ საკმაოდ ბევრი დავალებაა. წვერიანმა ზარმაცმა გადაწყვიტა, რომ მთელი სამუშაო ჩვენთვის გადმოებარებინა. თოვლის ბაბუაზე ასე მილაპარაკო, სანამ ჩვენ ვიმუშავებ, ის ირმებზე იკატავებს. მე მინდა, რომ ჩემი საჩუქარი მივიღო, ამიტომ ამ დავალებას შევასრულებ. რა დავალებები გვაქვს? აქ მოცემულია თოვლის ბაბუს ყოველდღიური რუტინა. ყოველ დილით საუზმობს, სვამს კაკაოს და კითხულობს ბავშვების წერილებს. საუზმე კაკაოსთან ერთად უკვე მომწონს. წერილები როგორ უნდა მივიღოთ, როცა ის თოვლის ბაბუს აქვს? ოპა, ვაუ, რამხელა. ამანათი თოვლის ბაბუის ელფებისგან.
ისინი გვწერენ, რომ დაგვეხმარებიან. ელფები, მათი ნახვა შემიძლია? ხალხს ელფების ნახვის უფლება არ აქვს. რატომ? ეგეთი წესია. წესების დარღვევა შეიძლება. ლეგენდის თანახმად, თუ ელფებს შეხედავ, შეგჭამენ. ახალი წლის ელფებს უყვართ ადამიანების შეჭმა. რატომ მეგობროს თოვლისბაბუ ასეთ მონსტრებთან? გასაკონტროლებლად, თოვლისბაბუს გარეშე შეშლილი ელფები მთელ მსოფლიოში გაიფანტებიან. ასე რომ, თუ ელფს დაინახავთ, მაშინვე დახუჭე თვალები. გასაგებია, არ შევხედოთ ელფებს. ვა, აქ რამდენი წერილია. როგორ ახერხებს თოვლისბაბუა ყველას საკითხვას? ელფები ეხმარებიან. გამარჯობა, ახალი წლისთვის მინდა უნიკორნი, ცისარტყელისფერი ფაფრით და ოქროსფერი ჩლიქებით. მოიცა, არ ამგონია ასეთი რამის ჩუქება შევძლოთ. კარგი. ამ ბავშვს ძალიან ბევრი რაღაც უნდა. ეს ნიშნავს, რომ საჩუქრების საკუთარი ხარჯებით უნდა ვიყიდოთ? რა თქმა უნდა, არა. ელფებს სიას დაუწერთ, თავიანთი ქარხნიდან საჩუქრებს გამოგიგზავნიან. მოდი თქვენ წაიკითხეთ და მე ელფებისთვის სიას დავწერ. კარგი. კარგი, ჯინი, დამეხმარე. წინდები უნიკორნის პრინტით. შემდეგი კარგი ძვირფასო თოვლისბაბუ ახალი წლისთვის მინდა სპორტული მანქანა 100 კმ/სთ სიჩქარით და ჯავშნით. გასაგებია, მოკლედ ველოსიპედიც გამოდგება. გამარჯობა თოვლისბაბუ, ახალი iPhone-ი მინდა, კონკრეტულად iPhone 16. ახალ кейსს ვაჩუქებ და ყველა იფიქრებს, რომ ეს ახალი ტელეფონია. თოვლისბაბუ, ახალი წლისთვის ოკეანეზე უზარმაზარი სახლი და კერძო კუნძული მინდა. გასაგებია, მოდი მას ლეგო ვაჩუქოთ. შემდეგი წერილი. ეს იყო ბოლო წერილი. როგორც იქნა, უკვე დავიღალე მათი კითხვით. მე წერით. ახლა ხელი მომძრება. არ მეგონა რომ თოვლისბაბუის საქმე ასეთი რთული იყო. ეს ყველაფერი არ არის გოგოებო. და შემდეგი არის ახლა ცელკი ბავშვების სია უნდა დავწეროთ. მე გავიგე რომ თოვლისბაბუა ცელკ ბავშვებს ნახშირს ჩუქნის. ეს სიმართლეა. კარგი, მე მაქვს ლევანდელი ცუდი საქციელების სია. ახლა მოგვიწევს გადავწყვიტოთ, ვის მიეცემა საჩუქარი და ვის არა. დავთავოთ, რომელი ბავშვები იქნებიან უფრო მეტი, კეთილები თუ ბოროტები. როგორ? თუ ბავშვი კეთილია, მაშინ კამფეტს ამთასში ჩავდებთ. თუ ბოროტია, მაშინ ნახშირს მეორეში ჩავდებთ. გასაგებია, ამილკა შეგიძლია დაიწყო. საქმე ნომერი 1. ანდრეი, 10 წლის, მან 2 თანაკლასელის ცემა და მესამეს ქურთუკი გაუხია. ყველაფერი გასაგებია. სკოლის ხულიგანია, ნამდვილად არ იმსახურებს საჩუქარს. წერია, რომ მან გოგონა ხულიგნებისგან დაიცვა, რომლებმაც თმა მოკაჩეს და სკოლის ჩანთა ფანჯრიდან გადაუგდეს. ჩემი სიტყვები უკან მიმაქვს. ყოჩაღ მაგ ბიჭს. ასეთი გმირი საჩუქარს იმსახურებს, თანაც ორს. საქმე ნომერი 2. ნასტია, 12 წლის. მან ჯიბის ფულის სკოლის საკეთილდღეოდ გაიღო, რისთვისაც მასწავლებლების ფავორიტი გახდა. როგორც ჩანს, კარგი გოგოა. სკოლას დახმარება ხომ სჭირდება. მოგვიანებით გაირკვა, რომ ფული მისი თანაკლასელებისგან იყო მოპარული. საშინელებაა, აუცილებლად უნდა დაისაჯოს. ხო, არანაირი საჩუქრები, მხოლოდ ნახშირის ნატეხს იმსახურებს. საქმე ნომერი 3. სჭოპა, 15 წლის. სახლიდან გაიქცა, მეგობის მანქანა დააზიანა, მასწავლებელს ეჩხუბა, თანაკლასელის პირადი დღიური მოიპარა და მთელი კლასის წინაშე წაიკითხა. ის დემონივით არის. კი, კარგი. ის მთელ ტომარა ნახშირს იმსახურებს. ხო, ასეთი ნამდვილად არ მიიღებს საჩუქარს.
საქმე ნომერი 4. ალენა, 16 წლის, შესანიშნავი მოსწავლე, სკოლის პრეზიდენტი. ყოველთვის ეხმარება ბებიებს გზის გადაკვეთაში. უბრალოდ ანგელოზია, ის იმსახურებს საჩუქარს. როგორ მოხდა ის მავნე ბავშვების სიაში? გამყიდველის ვალი ჰქონდა, 5 თეთრი. მან უთხრა, რომ მოგვიანებით მოიტანდა და დაავიწყდა. კარგი. ფიქრობ, რომ ეს არაფერია ისეთი. მე ერთხელ 50 თეთრი მქონდა ვალი. ვა, მართა, მოიცა. ნამდვილი ბანდიტი ხარ. თოვლის ბაბუასთან ჩაგიშვებ და მთელი წელი სახლის ქვეშ ნახშირში აგროვებ ხოლმე. ჩვენ ვპატიობთ ამ გოგოს, ის საჩუქარს იმსახურებს. საქმე ნომერი 5. ვიოშა, 13 წლის. მან კარის სახელურზე წებულ წაუშვა, შობლები რომ გაეპრანკა. კიდევ ერთი ხულიგანი. არიჩქარო, იქნებ კეთილი მიზნით გააკეთა? ამელკამ ხო თქვა, რომ შობლების გაპრენკვა უნდოდა. ეს კარგი მიზანია? ხო, მართალია, არ არის კარგი მიზანი. როდესაც ქურდმა ღამით სახლში შესვლა სცადა, მან სახელოს მოჰკიდა ხელი და ერთ ადგილას გაიჭედა. დილით პოლიცია მოვიდა და დაიჭირა. გამოდის, რომ მან თავისი სახლი ქურდისგან იხსნა. პოლიცია დიდი ხანით ცდილობდა ამ ქურდის დაჭერას. შეიძლება ხულიგანი იყოს. ფიქრობ, რომ მისი პატიება შეიძლება მას მეორე შანსი უნდა მივცეთ. ეს იყო ბოლო სიაში. 2 ცუდი ბიჭი გყავს, რომლებიც საჩუქრებს არ იმსახურებენ და 3, რომლებმაც კარგი ბავშვების სიაში მოხვედრა შეძლეს. ზოგიერთი მათგანი ისედაც კარგი იყო, მაგრამ შეცდომით მოხვდნენ სიაში. ახლა ბავშვებისა და საჩუქრების სიები გვაქვს და უკვე შეგვიძლია ელფებს გაუგზავნოთ. დაიწყონ საჩუქრების გაცემა. ჩვენ მანამდე კი დავისვენებთ. სხვათა შორის ეს მხოლოდ დასაწყისია. ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი. რა საქმეები? მეგონა რომ თოვლის ბაბუა მხოლოდ საჩუქრებს არ იგებდა. ირმების გამოკვება, საჩუქრების შეფუთვა, დარიგება, თოვლის გოგოსთან ერთად გასეირნება. ჯანდაბა, აქ ხომ დღეების სამუშაოა. არა უშავს, ჩვენ ხომ ელფები გვეხმარებიან. წავალ და ნახავ. ეს ელფებისგანაა. სულ ხახთან არ ვიმუშავებთ. დაღლილები ვართ. და დასვენება გვინდა. შვებულებაში გავდივართ. ოხ, ეს პატარა თაღლითები. მოიცა. ახლა რა ვქნათ? საიდან ვიშოვოთ ამდენი საჩუქარი? ნუ ღელავ. ელფებს მუშაობას ვაიზულებთ. როგორ? თოვლის ბაბუას საჩივარს მივწერ და ის მათ ისეთ რამეს დამართებს. კარგი. ისინი შარში იქნებიან. ეს ნამდვილად ეგრე იქნება. ვეთქვი, რომ ინტერნეტი ჩართონ. მომბეზრდა წერილების წერა. თითქოს ქვის ხანაში ვიყოთ. გოგოებო, ეს საჩუქრების ჩანთაა? კი, ელფებმა მოგცეს. ვიცოდი, რომ თოვლის ბაბუასთან წოწუნი გაამართლებდა. მოდით შევფუთოთ საჩუქრები. ვა, აქ იმდენი საჩუქარია. იქნებ ისინი ჩვენთვის დავიტოვოთ? არც კი იფიქროთ ამაზე. მერე თოვლის ბაბუა და ელფები იგივეს გაგვიკეთებენ. დღის ბოლომდე აუცილებლად უნდა მოვასწროთ. არ მინდა. ირმებზე გამახსენდა. მათთვის საჭმელი უნდა მოვამზადოთ. მოიცა. ბალახის ჭამა არ შეუძლიათ? ესენი ჩვეულებრივი ირმები კი არა, ჯადოსნური ირმები არიან. თოვლის ბაბუას სალათის რეცეპტი უნდა გამოეგზავნა. შემომოწმებ. ვა, აი ინგრედიენტებიც. თუ მათ სხვანაირად ვაჭმევთ, ისინი ფრენას ვეღარ შეძლებენ. არ მგონია ასეთი რამის მომზადება შევძლოთ. მე მოვამზადებ და ამასობაში თქვენ საჩუქრები შეფუთეთ. კარგი. მართა, ვინ ფუთავს საჩუქრებს ასე? სხვანაირად არ ვიცი, როგორ უნდა გავაკეთო. ნება მომეცი გაჩვენო, როგორ უნდა შეფუთო. ვაუ! ტადამ! მზად არის. ვაუ, ნიჭი გაქვს. შესანიშნავი ელფი იქნებოდი. მადლობა. მაგრამ არ მინდა ელფი ვიყო. წავიღებ, სხვა საჩუქრებს დავუმატებ. მართა, შენი დახმარება მჭირდება. რა მოხდა? ირმებისთვის სალათის მომზადება თითქმის დავასრულე. შეიძლება გავსინჯო? თუ ადამიანი მას შეჭამს, ისიც ირემი გახდება. მოიცა. გინდა თქვა, რომ თოვლის ბაბუის ირმები ოდესღაც ადამიანები იყვნენ? ისინი ცელქი ბავშვები იყვნენ. თოვლის ბაბუა ისინი ჯადოსნური სალათით გამოკვება და ირმებად გადაიქცნენ. არ მეგონდა, რომ თოვლის ბაბუ ასეთი სასტიკი შეიძლებოდა ყოფილიყო. კარგად მოიქეცი. თორემ შენს მის ირმების გუნდში აღმოჩნდები.
რატომ დამიძახე? კარგი. ეს სალათი ელფებს უნდა მისცე. ისინი ირმებს აჭმევენ. და ელფები სად უნდა ვიპოვო? ეზოში galоდებიან. უბრალოდ გახსოვდეს რომ მათ არ შეხედო. კარგი, გასაგებია. ამილკა, სად დავდო შეფუთული საჩუქრები? ნაძვის ხის ქვეშ, ცხებთან ერთად. იქ ხომ არაფერია. როგორ? თქვენი საჩუქრები მე მაქვს. თუ გინდათ რომ უკან დაიბრუნოთ, გრინს ფული გადაუხადეთ. გრინში ვინ არის? ეს არის მწვანე ბეწვიანი მონსტრი, რომელსაც სულს ახალი წელი და ყოველთვის მისი ჩაშლა სულს. ო, საჩუქრები უნდა დავიბრუნოთ. ფული არ გვაქვს, რომ მას გადაუხადოთ. და როგორც ჩანს, არჩევანიც არ გვაქვს. სად მიდიხარ? მოიცა, რას აპირებ? ჩვენი YouTube-ის ღილაკს გრინს მივცემ. ეს ჩვენი გამოსასყიდი იქნება. რას საკეთებ? შენ ხომ იმდენი ეცადე რომ ეს მოგეპოვებინა? არ შემიძლია ბავშვები საჩუქრების გარეშე დავტოვო. მოიცა, ამელკა, მართას მოვიყვან, რამეს მოიფიქრებს? კარგი, თავარია არ შეხედო. აი, არ ვუყურებ, ოღონდაც არ შემჭამოთ. მართა, აქ რას საკეთებ? ყველგან გეძებდი. თოვლის ბაბუის ირმებს საჭმელი უნდა მიუტანო. სახლში შევიდეთ. შენი დახმარება გვჭირდება. და ელფები? გარეთ დატოვე. ელფები თავად აიღებენ. კარგი. აბა, რა მოხდა? გრინჩმა ჩვენს მიერ მომზადებული საჩუქრები მოიპარა. ანუ YouTube-ის ღილაკის გაყიდვა გინდა? ამაზე არც კი იფიქრო. უკეთესი იდეა გააქვს. პოლიციას დაურეკავთ და ისინი იპოვიან გამქრალ საჩუქრებს. მართალია, შესანიშნავი იდეაა. არ ამგონია პოლიციამ რომ ჩვენ მოგვისმინოს. ცდად ღირს. ჩვენ მათ ყველაფერს ავუხსნით. კარგი, დარეკეთ პოლიციაში. რა თქვით, ვინ მოიპარა საჩუქრებიო? ვინდა? გრინჩმა. ის მწვანე ბეწვიანი მონსტრია. ის თოვლის ბაბუის მტერია და ახალი წელის სულს. კარგი. ესე იგი თქვენ ახალი წლის ელფები ხართ? ჩვენ ადამიანები ვართ, რომლებიც სანტას ეხმარებიან. ელფები კი ჩვენ გვეხმარებიან. ირმებს კვევავენ და საჩუქრებს ჩვენ გვაძლევენ. თავარია რომ მათ არ შეხედო, თორემ ძვლებიანად შეგჭამენ. მომისმინეთ, ბავშვებო, თქვენი სულელური თამაშებისთვის დრო არ მაქვს. ბევრი მნიშვნელოვანი საქმე მაქვს გასაკეთებელი. მაგრამ ჩვენ სიმართლეს გეუბნებით. უნდა წავიდე, წარმატებები. ვიცოდი რომ პოლიცია არ დაგვიჯერებდა. არჩევანი არ გვაქვს. გრინს YouTube-ის ღილაკი უნდა მივცეთ და მერე მოვიფიქრებთ თუ როგორ დავიბრუნოთ იგი. გრინს მივწევ რომ თანახმავართ. გრინს ტელეფონი აქვს, ყველაფერს იყენებს, რაც თოლის ბაბუას არ მოსწონს. არც ისე ცუდია. კარგი, ვხუმრობ. ამელკა გიპასუხა? კი, ამბობს რომ გამოსასყიდი ტომარაში ჩავდოთ და კართან დავუტოვოთ. ყველაფერი ისე გავაკეთეთ, როგორც თქვით. ჩანთა კარტანაა. ხედავ. როგორი ბეწვიანი და უშნოა. სად? მისიდან ნახვა მინდა. ვერ ვხედავ. უკვე წავიდა. ძალიან სწრაფია. მომეჩვენა რომ მას ფეხების ნაცვლად ციკები ჰქონდა. ხო, მონსტრებით გამოიყურება. გრინჩმა პასუხი გამოგვიგზავნა. რატომ ხარ ჩუმად? მიდი, წაიკითხე. მიღებულია. შეგიძლია თქვენი საჩუქრები დაიბრუნოთ. დააბრუნა, საჩუქრები ადგილზეა. გრინჩი ბოროტმოქმედია, მაგრამ პატიოსანი. მოიცა, სიმართლე გითხრათ, არ მეგონა რომ გრინჩი საჩუქრებს დააბრუნებდა. ახლა რა ვქნა? საჩუქრები შესაბამის მისამართებზე უნდა დავტოვოთ. ჩვენ ჯადოსნურ ირმებზე გავფრინდებით. თოვლის ბაბუა არ გვაძლევს მის ციგაზე ასვლის უფლებას. აბა ისე რანაირად დავტოვებთ საჩუქრებს? კარგი, ფეხით ან სკუტერით. ალბათ ხუმრობ. მოიცა, და რამდენი საჩუქარი გვაქვს დასატოვებელი? ყველას უნდა დავუტოვოთ, ვინც ჩვენ ქუჩაზე ცხოვრობს. აბა მაშინ წავედით. ამელკა, ერთი წამი. იცი ამელკა, სიაში სხვა დავალებებიც არის. მოდი, შენ წადი და საჩუქრები დაარიგე და მე და მართა. თოვლის გოგოსთან ერთად გავისეირნებთ, მაგრამ ამას მარტო ვერ შევძლებ, დახმარება მჭირდება. რა ზარმაცები არიან? მეც მინდა თოვლის გოგოსთან ერთად დროის გატარება და არა ამ მძიმე ჩანთის თრევა. არაფერი გამოვა. ახალ წელს თავად გადავარჩენ. რა დაღლილი ვარ. სამაგიეროდ ყველა საჩუქარი დავარიგე. მისი წეკვა ნახე? უბრალოდ გამაოგნებელია. მე ის უფრო მომეწონა. იმ ბიჭს უარი რომ უთხრა. ვის გაუგონია თოვლის გოგოს ცხელი შოკოლადით შემა? ხედავ რომ კარგი დრო გაატარეთ. თოვლის ბაბუას ძალიან მაგარი შვილი ყავს. მეგონა რომ თოვლის გოგო ზრდილობიანი და დამჯერი გოგო იყო.
მაგრამ ის გართობის მოყარული აღმოჩნდა. სანამ თქვენ წვეულებაზეც ეკვალდით, მე სახურავებზე ავდიოდი და საჩუქრებს ვარიგებდი. ამელკა, ნახშირი რატომ გაქვს იდაყზე? იმიტომ რომ თოვლის პაპუ სახლებში ბუხრი და შედის. კარგია რომ საჩუქრები მე არ დავარიგე. ამელკა, არ გეწყინოს. მარტო დამტოვეთ, სანამ თქვენ ერთობოდით, მე ყველაზე მძიმე სამუშაოს ვაკეთებდი. კარგი, ჩვენ ვიცით რაც გაგახალისებს. ჩვენ ხომ შენთვის საჩუქარი გვაქვს. მოიცა, კამფეტი თოვლის გოგოსგან? არ მჯერა, არა, რაღაც ღირებული. შენი YouTube-ის ღილაკი. ის თქვენ საიდან გააქვთ? გრინჩი წვეულებაზე იყო. ისე მაგრად ცეკავდა, რომ ვერც კი შეამჩნია ხელიდან როგორ გაუვარდა. მე და მართამ სწრაფად ავიღეთ ღილაკი და წვეულებიდან გამოვიქეცით. მადლობა. ანუ გვაპატიე? კი, ეს ნივთი ჩემთვის ძალიან ძვირფასია. სხვათა შორის გრინჩი ნამდვილი მონსტრია. ხების ნაცვლად შრიკები ჰქონია და თხის რქები. ნეტო მეც მენახა. შევასრულეთ თოვლის ბაბუას ყველა დავალება? მოიცა, საჩუქრები დავარიგეთ, ირმები გამოვკვებეთ და თოვლის გოგოსთან ერთად გავერთეთ. ეს ყველაფერი არ არის. კარგი. საიდან აქვს ამ მოხუც ამდენი ენერგია? ალბათ ჯადოსნური ენერგია აქვს. კიდევ არის დავალებები? კი, ერთი დავალება დარჩა. ელფებისთვის ფულის გადახდა. სერიოზულად? თოვლის ბაბუა მესეც კი ჩვენ დაგვიტოვა? რამდენი უნდა გადაუხადოთ? 1000 ელფკოინი. ელფკოინი? ეგ რა სახის ვალუტაა? არასდროს გამიგია. ბანკში შეიძლება მისი ყიდვა? კი, ელფების ბანკში, მაგრამ იქ არ შეგიშვებენ. რა გავაკეთოთ? ერთი ვარიანტი არსებობს. საჩუქარი ვაჩუქოთ. თუ ჩვენი საჩუქარი 1000 ელფკოინის ფასი იქნება, ბედნიერები იქნებიან. და რა ვაჩუქოთ? მოიცა, ელფების მაღაზიის პროდუქტების კატალოგი მაქვს. საიდან იშოვე? როგორც ჩანს, ელფებს ის საჩუქრების ჩანთაში დარჩა და რა არის ამ კატალოგში? მისი დახმარებით შეგვიძლია ნივთების ღირებულობა გავიგოთ ელფური ფულით. კარგი იდეა. მოდი საჩუქარი მოვამზადოთ. თქვენ ნივთებს მაჩვენებთ, რომელთა გადაცემაც გინდათ ელფებისთვის და მე მათ ღირებულებას დავასახელებ. ელფებს ახალ ხელსაწყოებს მივცემ. ახალი სათამაშოების დასამზადებლად დასჭირდებათ. ელფების მაღაზიაში ასეთი ხელსაწყოების ღირებულება 200 ელფკოინია. ელფებს თბილტასაცმელს მივცემ. 3 თვარში იქ ძალიან ცივა და მათ გამოადგებათ. შენი საჩუქარი ღირს? 200 ელფკოინი. და მე მათ სამაგიდო თამაშს მივცემ. სამსახურში შესვენების დროს ითამაშებენ. გამოდგება. მოიცა, 100 ელფკოინი ღირს. კარგი. ელფებს წვეტიანი ყურები ხშირად უცივდებათ, ამიტომ ყურის კრემს მივცემ. ესეც კიდევ 100 კოინი. რამდენი ელფკოინი გვაქვს უკვე? ნახევარზე მეტი. სხვა იდეები გააქვთ? თავაზობთ საჩუქებს ტკბილეული ან მანდარინი დაუმატოთ. ზუსტად, ახალი წელი ტკბილეულის დროა. ძვირი არ ღირს. 50 კოინი. ყოველ შემთხვევაში საჩუქრად მივცემთ. სამზარეულოში ტკბილეულის პაკეტი მაქვს. მოიტანეთ აქ. მოიცა, 750. სულ ცოტაც და საჩუქრები საკმარისი იქნება. ელფებს თბილ ქვეყნებში გასაგზავრებელი ბილეთი მივცეთ. წავიდნენ და დაისვენოთ ზამთრისგან და თოვლისგან. ძალიან კარგი იდეაა. მოიცა, ბილეთი 250 ელფკოინი ეღირება. მზად არის, ჩვენ 1000 ელფკოინის ღირებულების საჩუქრების შეგროვება შევძელით. საჩუქრების გაგზავნა შეგვიძლია. კურიერი საჩუქარს ნახევარსაათში წაიღებს. ეს ბოლო დავალება იყო. იმედი მაქვს თოვლის ბაბუა ახლა გვაპატიებს. ახალი წერილი. თოვლის ბაბუისგან, მალე გახსენი. მივესალმები ამელკა კარამელკას გუნდს. გავიგეთ თქვენი ძალისხმევის შესახებ. თქვენ მთელი სამუშაო ერთ დღეში შეასრულეთ. ამისთვის ჩემი საჩუქრების მიღების უფლებას გიბრუნებთ. ესე იგი ჩვენც კი მივიღებთ საჩუქრებს. ასევე მე გჩუქნით ელფების ყურებს და გეპატიჟებით, რომ კიდევ ერთი დღით იყოთ ჩემი ასისტენტები. მოიცა, თოვლის ბაბუს ელფის დამხმარე? არც კი ვიცი, რთული სამუშაოა. არ მინდა ელფი ვიყო. ჩემი აზრით სახალისო იქნება. მეგობრებო, რას ფიქრობთ? თქვენ გინდათ თოვლის ბაბუის ელფი გახდეთ? დაწერეთ კომენტარებში. ასევე დაალაიქეთ ეს ვიდეო და გამოიწერეთ არხი. დააჭირეთ ზარის ღილაკს, რომ არ გამოტოვოთ ახალი ვიდეოები. ნახვამდის ყველას!